რამდენიმე სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც დასაწყისში გარკვეული კორექტივების შეტანაში ბგერის ემისიის და ბგერის წარმოშობის დროს, რომელიც შემდეგში მიწყობენ ხელს უკვე ნამდვილ ვოკალიზაციაზე გადასვლას, მაგრამ მგონია, რომ მეტყველების სფეროშიც, განსაკუთრებით დიდი ხანგრძლივი მეტყველების სფეროშიც, ვინც საჭიროებს ამ სავარჯიშოებს, მათაც შეიძლება გამოიყენონ და გამოადგეთ ეს მიდგომა, ეს პრინციპი. საკითხი ეხება ამ შემთხვევაში რეზონატორის სუნთქვისა და როგორც იტყვიან ნიუგების მუშაობის შეთანხმებულ პროპორციების ძებნას. საერთოდ მე მომხრევარ იმ დებულების, რომ ჩინელებს რომ აქვთ რა თქვა, რომ დიდი მდინარე იწყება მცირე ნაკადულით. ამიტომ ეს თანმიმდევრობა აქაც ძალიან გამართლებულია. გარკვეული დინამიკა სახის გამომეტყველების ხოთაშორის, ზოგადი ყურადღების ბგერის მიმართ, პროცესის მიმართ და სიბინძე ძალიან დიდი, აუჩქარებლობა და მიყოლა, ნელ-ნელა მიყოლა სავარჯიშოს. პირველს მე შემოგთავაზებდით, რა თქმა უნდა, მოგომული პირით, რომელიც ყველას ადგია და ძველთაგანვე ერთ-ერთ ყველაზე გამაჯამსაღებელ სავარჯიშოდ ითვლებოდა. ასეთი დეტალის გათვალისწინებით ჩვენ უნდა შევისუნთქოთ ნესტოები, მოუწული ტუჩებით, ისე რომ ჰაერი უბრალოდ კი არ გავგზავნოთ ან ჩავგზავნოთ ფილტრებში, არამედ მან მთელი წრე შექმნას სახის ძვლებიდან და ღრუებიდან ვიდრე დიაფრაგმამდე, წყნარ დიაფრაგმამდე და განსაკუთრებით ზურგის გაშლილ მდგომარეობამდე. აი ასეთი რამ არის, მასთან აი ეს შესუნთქვა ასეთი. და მე უნდა ვიგრძნო, რომ მე ჰაერი აქაც მაქვს, არა მარტო ჩაგზავნილია თუ უხეშად არ ჩამითვლით მუცელში, როგორც ეს ხდება ხოლმე. აი ასეთ ნაირად აღებულ ჰაერს მის გამოუშვებლად და მოუდუნებლად, მაგრამ არა დაძაბულად, უნდა რომელიმე ტონი, ლაპარაკით დაინტერესებული მეტყველებით დაინტერესებული ადამიანისათვის, რა თქმა უნდა, უფრო სალაპარაკო რეგისტრში ჩვენ უფრო მაღლაც ვაკეთებთ ტისიტურისა და ხმის მიხედვით. მასთან მე შესუნთქვა და შეგრძნება, რომ ჰაერი არის სახეში, ასე ვთქვათ. ნესტოები ოდნავ გაფართოებული და თითქოს შეივსოს სახის ჰაიმორიდალური და ფრონტალური თუგნებად ღრუები. აბსოლუტურად თქვენ თუ მაღალია, მაშინ ვარ ხმა გამოვიდეს, თარე რომ გაზღერებული იყოს
აქ მყოფი ჰაერი აი ეს კვებავდეს ენერგიით და დანარჩენი ზონები სუნთქვის სისტემისა ავტომატურად ჩაერთვებიან ამაში და არა ძალდატანელი. ეს იქნება 3 ნოტი, 1 ნოტით შეიძლება. ეს ერთ-ერთი წამყვანი ვარჯიშია ძველ იტალიურ სკოლაში, რომელიც ახლა საფუძვლიანად არის დავიწყებული. ეს ერთი. მეორე, ასევე ფაქიზად ჰაერის გამოშვება აი ტუჩებთან ძალიან გამჭვირვალე და თხელი ნაკადით. ოდნავ მოღიმარე მდგომარეობაში ტუჩები. არა, რადგან ჩვენ ახლა უსტიპის ჟღერადობას მივიღებთ, რომ ამან არ უწარდობის დროს ტუჩების წინ გამოწევა. საერთოდ ტუჩების წინ გამოწევა არაველიმე დაძაბვა ტუჩების იწვევს იოგების ზედმეტ შექმნას. ეს ასეთი სინერგეტიკული კანონი გახლავთ და ამიტომ თუ მოახერხებთ, აი მე გაჩვენებ რამდენადაც მე შემიძლია გავაკეთო. შევაერთოთ 0-3 რამდენი და სმენა მოგცემს ამის უფლებას. გაიხსენეთ ძველ დროში ბავშვები სავარცხალზე მიაფენდნენ ხოლმე პაპიროსის ქაღალდს და აი ასე ატარებდნენ როგორც რაღაც პირის გარმოშკას. აბასდროს არ იფიქროთ, რომ ჰაერი და მოძრაობა ხმისად წავიდეს შიგნიდან უკნიდან წინ. განაწილება მაშინ ხდება ზომიერი გამოყენება და კონტროლი ჰაერის ჰაერნაკადის. თქვენთვის დასაშვებ დიაპაზონში, ანუ სიმაღლეზე, სადაც უფრო ცენტრის გარშემო, სადაც ილაპარაკება კიდევაც და იმღერება კიდევაც. ეს ყველაზე ისეთი სავარჯიშოებია დამზოგავი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დაცვითი მექანიზმები შემდეგ სიმღერაში გამოდგება, მაგრამ მოლაპარაკებსაც სჭირდება დაცვითი მექანიზმი, არა მთელი ხმის გადმოგდება, ასე ვთქვა, ყელიდან. ჩვენ გვონია, რომ ყელი მღერის და ყელი ლაპარაკობს. ეგ არაა სწორი. არა, დავიცვათ ხმა აი ამ ხერხებით, ამ გარკვეული რეზონატორული და ემისიური ჩვევებით. შემდეგი შეიძლება ცოტა მკაცრი მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც ირჩევდით აი მიგექციათ ყურადღება ასეთი ილეთისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის კბილები ერთმანეთს დაარნეთ. თავიანაც უწევთ, ისევ გაიძაბება. ეს დაახლოებით თუ შესაძლებელია იზე ან ეზე
ფარგლებში, მეტი იქნება ადრეფიც იყოს საჭირო. აი ეს და ასევე ასეთი პრინციპი. ბგერათა რაოდენობას არ აქვს უმჯობეს საკმარისია ერთ ბგერაზე გაკეთდეს ცოტა ხნით გაუძლო აი ამას თითქოს კბილებს უკან და სადღაც აი ცხვირის ძირას ეს იიღებს მე ხლა ხმა არ მიიღებს კარგად მაგრამ პრინციპს მაინც გაჩვენებ არა ესეთი რჩევა მაინც შეიძლება გამოგვიდეს და მე რა თქმა უნდა ცვლილებები ხმოვნების ცოტა აი მაგალითად terția asta შემდეგი ჩემი რჩევა არის ასეთ რამესთან დაკავშირებული რომ ჩვენ სალაპარაკო ბგერასაც ვუშვებთ ასე ვთქვათ თავმინებებულად ხმა თუ ამოვიღეთ ის უნდა გავიდეს ვითომ მთლიანად ჩვენგან ეგ არ არის სწორი იმიტომ რომ აი ცხვირ ხახის განსაკუთრებით და პირის და ხახის კედლები შეიცავენ ძალიან ძლიერ სარეზონატორო რეცეპტორებს და შეგრძნებას ბგერის რეზონირებისა რომელიც მოითხოვს უსათუოდ ბგერას ნაგრძნობს პირის ღრუში ეს გახლავთ ასეთი ოდნავ შეაღეთ მოღიმარი მაგრამ არა გადაჭრბებული პირი ესე და წარმოიდგინეთ რომ თქვენ გაგიჩნდათ პირსა და ხახაში ერთგვარი ბურთი ჰაერის ბურთი თავისი პერიფერიული წნევით სწორედ აი იმ ზონაში სადაც ეს ჰაერი ჩაებია და სადეთ რომ კი არ გაუშვათ აქედან ბგერა არამედ ამ ჰაერმა შექმნა ზუგერა როგორც ცხვირის ხონოსვის დროს გახსენებთ აქაც აი ასეთი ძალიან ფრთხილი ისევ დაცული ბგერა რომელიც თქვენ გაგახალისებთ ნამდვილ ჟღერადობას თანდათან მოგცემთ ну რაღაც თქმა უნდა მე ვიყენებ ცნობილ ძველად შემდეგ გაგვიერთეთ მეცნიერების მიერ დადგენილ წესს და მეთოდოლოგიაში ვოკალურში ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული სასის რეზონანსი რომელიც აიოლებს იოგების მოქმედებას და ათავისუფლებს იოგებს დაძაბულობისგან ეს სასის რეზონანსი არის ალვეოლზედა კბილების ალვეოლების ბოლოს როდესაც რკალი რჩება მაგარ სასაში ეს არის აქტიურებელი ზონების შემქმნელი ბგერა აქ უსათუოდ ეჯობია აქ
ინგლისელში არამედ ფრანგულ ლიტერატურაში ამას ეთქვიან la voix palatale. ესე იგი პალატუმის სასის ბგერა. ძირითადი მახასიათებელი ჯანსაღი ფონაციის. ესაც ღირს თუ რამდენად მოახერხებთ ასეთი ჩვენებით შედეგის მიღწევას, მაინც უნდა სცადოთ. ხვილები სახე უნდა თავარი არის მრგვალი პირის სახე იყოს ტუჩები დაუწაბავი ოდნავი რიმილი სკენგა გაწეული ტუჩების კუთხეები. Schipa ezzachis amas formas sorriso amorevole sorriso horribile amorevole aris kefil gansobili musiqvaruli rimili ai andros ძალიან კარგად ნაწილდება ობერტონების ალღები და ქეითა შეიძლება არა სხვანაირად ვთქვათ ვოკალურად ვთქვათ უნდა არა მარტო ვიმღეროთ არამედ ვილაპარაკოთ მაღალ პოზიციაში კიდევ ერთი რამ ეს ჩვეულებრივი ვოკალური ტრადიციით ნაკურთხი სავარჯიშო ჩვეულებრივი ასია ლა ლე ლი ლო ლუ ლა ლე ლი ლო ლუ ლა ლე ლი ლო ლუ ლა ლე ლი ასე შემდეგ მაგრამ უნდა უსათუოდ რბილი იყოს ხორხის და სასის თაღის კუნთები და ლორწოვანი გარსი არ იყოს დაჭაბული. ამიტომ ასეთი აიოლე ლაპარაკის მომენტს ვითვალისწინება. თუმცა თავისებურად ეს გადაწყვეტება კარგი დაყენებული ხმის პირობებში. ეს არის უოლე ემატება. მაგრამ იქ ჩნდება მაგრამ იგზენის თითქოს ყელში ცოტა აი ხახაში ხახის კედელში თითქოს იქ ესე კი არ ვლაპარაკობ და აიოლე ასეთ თითქოს იქ ტრიალებენ ხმოვნები ერთმანეთში. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სუნთქვის სავარჯიშოები, აი ამ სავარჯიშოთა წინაც და შემდეგაც. დაახლოებით ეს უნდა დაიგავოს 10-15 წუთი. შეიძლება დრო გექნებათ ორჯერ მინიმუმ დღეში, სხვადასხვა დროს. და ახლა რასაც შემოგთავაზებთ, ეს არის ჰაერის გავარჯიშება, რომ რბილი ჰაერი მივაწოდოთ აპარატს მე განგებარ რომ ვიოგებს. ეს არის ასე. წყნარად შეისუნთქეთ, მაინც ჯობია ცხვირით. უხმოთ, თუ იგრძნობ თავს, ამას ხმა არ ახლავს. ეს პატარა ნიავი ჩდება.
შემდეგ ნებისმიერ სავარჯიშოზე შეიძლება განასხვავდეს და ასევე სავარჯიშოების ჩატარების შემდეგ რომ დაამშვიდოთ აპარატი და რაღაცა თბილად დამტარდეს თქვენი ეს ცდა ისევ თითქოს ნაზად უბერავთ ვთქვათ ან სანთლის ალს ან ბავშვს ცოტა ხელი დაეწვა და კიდად გაუგრიოთ ეს ვთქვათ ის და გავიზიანებული ნაწილია თქვენ ხო არ დაიზრაოთ ასე ხო ეცდებით რომ ნაზად შეეხოს მე განგებხმარობ ამის ეს დენადობას მოვსებს მე დაახლოებით ის რაც მინდოდა ერთია თქვენთვის მე გაუზიაროთ ეს დაბეჭდილებები რამეს დასამატებელი იქნება დიდი სიამოვნებით მე მოგახსენებდით მაღალ პოზიციაში სიმღერის თაობაზე და ლაპარაკის თაობაზე. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ოდნავ პოზიციას ასე ვთქვათ ქვედაღბისკენ ასე ვთქვათ გვიბიძგებს. მაგრამ თუ შესაძლებელია დაუძაბავად, მაგრამ დავძლიოთ. აი ასეთი რამ. თვითონ ნაწილს ენერგიის მარცვლების, სიტყვების, წინადადების თქმის დროს იმდენად კი არ ვმარცვლავთ, რამდენადაც აზრის საშუალებით უწყვეტს ხდით. La Partito Centrale Socialdemocratici tu italianურად ვიტყვით. ეგ არ არის ლაპარაკი La Partito Centrale Socialdemocratici კი არის ლაპარაკობენ ცუდად ასე არა, მაგრამ გადაჭარბებული მკერდის ჟღერადობა ყოველთვის ამძიმებს ხმას და გარკვეულ სიმძიმეს უქმნის იოგების მუშაობას. იოგები ბგერადობის დროს არ უნდა ჩანდნენ, ასე ვთქვათ. იტალიელების გამოთქმას მე ძალიან ვიყენებ. La gola morta. ხელი მკვდარია. არა მარტო სიმღერის დროს ახლა თემამ ასე მოიტანა. არამედ ხელი მკვდარია ლაპარაკის დროს. არა ხელით ლაპარაკი, როგორც მოგახსენეთ, აი პალატოში. სასის ზონაში. სხვათაშორის ასევე ეს ზონა რომ აითვისოთ უსათუოდ პირველ რიგში ენა წაიყვანეთ კბილების ერთი კუთხიდან ეს ის არის მანძილი კბილების წინ იქიდან უკან რომ თქვენ გაგიჩნდეთ აი ეს ამ ზონის რო გაქვთ ეს ზონა და ამიტომ ის ვარჯიშები რომლებიც მიგითითებენ გარკვეულ ჟღერადობებში სასაში და ამის იქეთ ზოლებში უნდა აიეულ რომ მოგახსენებთ ამას გულისხმობდა ის უსათუოდ იყოს რაც შეიძლება ძალიან მაღლა არა მაგრამ მაღალ პოზიციაში საკმაოდ დაბალ დიაპაზონში ნათქვამი ამას ხშირად ურევენ რომ კერდის რეზონანსი არ ყოფილა არა კერდის რეზონანსი უსათუოდ უნდა იყოს ზედა რეზონანსის მეორეული რეზონანსი და არა პირიქით ზედა რეზონანსი არ უნდა პასუხობდეს ამიტომ აი ეს ლაპარაკი ვთქვათ ანგარიში გავაკეთოთ თუ ქართულად თუ ვიტყვით
1 2 3 4 5 6 7 8 9 რასაც ჩვენი სუნთქვა გაუძლებს რომ ვეცადოთ ზედა ხბით წარმოვთქვათ მარცვლები. ეს ცოტა პარადოქსალური მოთხოვნაა, მაგრამ მიღწევა შეიძლება და მაშინ ქვედაყბა ეს ზონა სრულებით განთავისუფლებული ხდება დაძაბულობისაგან. ეს ამთავარი რომ არ შევეხოთ წელის იმ ნაწილებს რომლებიც აწარმოებენ ხმას სინამდვილეში, მაგრამ არ შეიძლება მათში ჩარევა. მხოლოდ უკავშირებით შეიძლება ჩარევა. ერთი მხრივ სუნთქვის განაწილებით და მეორე მხრივ მაღალ პოზიციაში ლაპარაკით. აი ასე ვიტყოდი რომ ეს უსათუოდ ძალიან მოქნილი და ეს უჩები თუ აი ეს სახსრები ყრების უნდა იყოს თავისუფალი არ შეიძლება ამისთვის მაგალითად გამოგადგებათ იოგების ვარიში გარდა იმისა რაც მოგახსენეთ აი თქვა ენის გამოყოფა და ცდა მე ეს არ გამომეჩა ჩადებული ტკბილები მაგრამ ცდა რომ ენა მიისწრაფოდეს ნიკაპისაკენ ეს უთათო გაგზნობით ამენერგიას გაგზნობინებთ ჯერჯერობით ეს